როგორც ხედავ ჩვენ ლაივში ვართ უკვე, როგორც წინა გამოცდილება კარ ნახავს, თან გვეხმარებოდა და კარ ნახავს, რომ პირველი რამდენიმე წამი უნდა დაველოდოთ მაყურებლებს და მსმენელებს, მაგრამ მოდი ჩვენ ამ რამდენიმე წამის განმავლობაში კიდევ ერთხელ მივესალმოთ, ვინც მე და ანას თვალს გვადევნებს ძალიან ბევრი ხანია უკვე ამ ფორმატში. ჩვენი მთავარი მიზანი რა არის? მშობლის კივრი არის ერთგვარი პლატფორმა, ჩემი აზრით ერთ-ერთი საუკეთესო პლატფორმა, რომელიც სოციალურ სივრცეში გაკეთებულა და რომლის მიზანიც არის ყველა ადამიანის, ყველა დაინტერესებული პირის, მაგრამ განსაკუთრებით შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა, მათი ოჯახის წევრების, მშობლების თუ ახლობლებისთვის ძალიან კარგი საინფორმაციო ბაზა. სხვადასხვა თემებზე, აი ამ პლატფორმაზე, Facebook გვერდზე თქვენ შეძლებთ წაიკითხოთ პროფესიონალების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, მოისმინოთ გარკვეული ჩანაწერები, მაგალითად ის, რომელსაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ და მე როგორც ვიცი, ჩანაწერის სახითაც იდება, ვინც იმათთვის, ვინც ლაივში ვერ ადევნებს თვალს და მთლიანობაში რეკომენდაციაა, რომ ადამიანებმა, რომელსაც სხვადასხვა პროფესიული საკითხი აინტერესებს, ძალიან კარგად შეისწავლონ მშობლის კივრი, Facebook გვერდი, სადაც უმნიშვნელოვანეს და საჭირო ინფორმაციას მოიპოვებთ. დღეს ცოტა განსხვავებულ ფორმატში ვართ. როგორც წესი, მე და ანა ვართ ხოლმე, სტუმრების როლში და ჩვენი კოლეგები პარტნიორი ორგანიზაციებიდან, ვინც არ ორგანიზებს ამ შეხვედრას, და პირველ რიგში მაგ ჯორჯია უნდა აუცილებლად ვახსენოთ. გვიწევს ხოლმე და გვეხმარება, ასე ვთქვათ, ინტერაქციაში. დღეს ცოტა განსხვავებული ფორმატია, იმიტომ რომ მე და ანა ვართ სტუმრების და მასპინძლების ამ პლატფორმის, იმიტომ რომ ჩვენ ყავს ძალიან მნიშვნელოვანი ხალხი მოწვეული დღევანდელ ჩართვაში. ეს არის მარი კორკოტაძე, რომელსაც ხედავთ და მოусმენთ ძალიან მალე. მარი არის ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი აქტივისტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დასაცავად, იმიტომ რომ მარი ბევრი წელია უკვე ძალიან ბევრს ცდილობს იმისთვის, რომ არა მარტო თქვათ მისი ახლობლებისთვის და ოჯახის წევრებისთვის, hanem ყველა ბავშვისთვის მოიტანოს მნიშვნელოვანი სარგებელი და დღეს ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ მარისთან ერთად. მადლობა მარი, ჩვენთან რომ ხარ. და ბატონი კოუბა ნადირაძე, რომელიც ასევე არის პირველ რიგში აქტივისტი და ადამიანის უფლებები თუ მახსენდება კობა იმ წუთასვე, იმიტომ რომ ის არის ყოველთვის იქ, სადაც ადამიანის უფლებებს უჭირს და მისი წვლილი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია. კობა თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ის საუბრობს როგორც თავის გამოცდილებაზე, ასევე საზოგადოებრივ საჭიროებებზე ამ თემთან მიმართებაში. ჩვენ ეს ორი ადამიანი მოვიწვიეთ სპეციალურად დღეს. მანამდე კი გეტყვით, რომ ჩვენი ძვირფასი ლეკუნა, რომელიც ჟესტური ენის თარჯიმანია, აქ არის ჩვენთან ერთად, მადლობა მას დახმარებისთვის და ყველას უნდა უთხრათ, რომ მისაწვდომია ეს ჩვენი ჩართვა, რა თქმა უნდა, როგორც ახლა, მე ჩანაწერსაც იხილავს ადამიანები, რომლებიც ჟესტური ენის გამოყენებით იღებენ ინფორმაციას. დღევანდელი თემა წარვადგინოთ, ხო? დღევანდელი შეხვედრის თემა არის წარმატებული ადვოკატირების მაგალითები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და შშმ ბავშვთა სფეროში. ჯერ უნდა ადამიანურ ენაზე ვთქვათ, რა არის ადვოკატირება. შეიძლება არ იცოდნენ ეს ტერმინი და დაიბნეს ხალხი, არაფერმა არ დაგაბნიოთ. აი წარმოიდგინეთ, ხომ არიან ადვოკატები, რომლებიც ერთ ადამიანს იცავენ, ხო? ადვოკატირება ნიშნავს არა მარტო ერთი ადამიანისთვის, არამედ მთელი საზოგადოებისთვის დიდი ცვლილების მოტანას. აი, როდესაც მარი და კობა შრომობენ და იბრძვიან, ისინი მარტო ერთ ადამიანს, ერთ ბავშვს კი არ იცავენ, არამედ ყველა ბავშვს, ყველა ადამიანს, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს. ანუ ადვოკატირება ნიშნავს, როდესაც საზოგადოებაში ცვლილებებს ვახორციელებთ და ამაში ფაქტიურად ქვეყნის განვითარებაც იგულისხმება. კი ბატონო, და ზუსტად დღეს გამორჩეული შეხვედრა გვაქვს, იმიტომ რომ
პერიოდულად აუცილებელია საზოგადოებას და თავად ადამიანებს, რომლებიც აი ამ პროგრესის მიზეზები არიან, შევახსენოთ და დაუფასოთ ის შრომა, რომელსაც ისინი აკეთებენ და რა თქმა უნდა ეს ადამიანები პირველ რიგში არიან თავად შიშიმო პირები და მეორე რიგში რა თქმა უნდა მათი ოჯახის წევრები, მშობლები და ასე შემდეგ. ამიტომ დღევანდელ ლაივზე ჩვენ უფრო მეტად ვისაუბრებთ რა შედეგები გამოიწვია ადამიანების შრომამ ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოში, როგორი მათ შორის რთულია, მაგრამ მიღწევადი წარმატებები მოდის, როდესაც ადამიანები იბრძვიან საკუთარი უფლებებისთვის, თუმცა ამავდროულად, რა თქმა უნდა, შევეხებით მეტ-ნაკლებად იმ პრობლემურ სფეროებსაც, რომელიც კვლავ არის გამოწვევა ჩვენს ქვეყანაში. ამიტომ ეხლა მე და ანა ცოტა ხანი გავჩნდებით. ხო, ბოდიში არ დამავიწყდეს, ჩვენ გამოუცდელი წამყვანები ვართ ძირითადად საუბრში. შინაარსზე საუბრობთ, ამიტომ ტექნიკური ნაწილი არ გამოგჩეს. გთხოვთ Facebook გვერდზე შევბრძანდეთ. მოძებნოთ სკიურის გვერდი და იქ ჩვენი ლაივის ქვეშ გთხოვთ რომ მოიწეროთ კითხვები, დაწეროთ კომენტარი, მე პერიოდულად ვამოწმებ და შეკითხვები რომელიც ჩვენ სტუმრებს ან ჩვენ მოგვემართება, პერიოდულად მე ამას დავსვამ. ერთ შესავალს კიდევ ვიტყვი და მე როგორ გთხოვთ ჩვენ სტუმრებს, უბრალოდ მინდა და ჩვენ მსმენელისთვის მე თქვა რომ ყოველთვის ხდება ასე, მოდიან ახალი მთავრობები, მოდიან ახალი ადამიანები შიშიმო პირთა უფლებების სფეროში და გონიათ ხოლმე რომ ყველაფერი მათით იწყება, ან ნულიდან უნდა დაიწყოს. რეალობა კი ისაა, რომ აი მარი და კობა უკვე ალბათ 10, შეიძლება 20 წელიც შრომობენ ამ სფეროში და ძალიან მნიშვნელოვანია რომ ვიცოდეთ მანამდე რა ხდებოდა, როგორ მოვიდა ის სფერო აქამდე, სადაც იყო. 10 და 20 წლის წინ ძალიან ბევრი რაღაც არ იყო და ამ ორმა ადამიანმა უდიდესი შრომა ჩადო და ყველა ახალი ვინც იწყებს ამ სფეროში მუშაობას, ალბათ პირველ რიგში უნდა დაეკითხოს თავად შიშიმო პირებს და მათ მშობლებს რა იყო, როგორ მოვედით აქამდე და ეს ჩვენი შეხვედრაც ამას ისახავს მიზნად, ხო? კეთილი. მარი კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენთან ხართ დღეს და მადლობა რომ აზიარებ შენს გამოცდილებას, რომელიც დაგიგროვდა. გთხოვთ გვესაუბროთ იმ ძირითად სფეროებზე, რომელშიც ჩვენ გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ და აქ მთავარისაა რომ და შედეგი დადებითია, მაგრამ ასევე მთავარია რომ გავაზიაროთ ის შრომა, რომელიც გაწიეს მშობლებმა და დავაფასოთ იმისთვის, რომ როგორც ანამ თქვა, მომავლის თემებში, მომავლის მშობლებმა გაითვალისწინონ ის ბარიერები, გამოწვევები, რომელიც ადვოკატირების პროცესში ხდებათ, მაგრამ დაუძლეველი არ არის. მარი, გთხოვთ. მოგესალმებით, ცოტა უხერხულადაც ვიგრძენი თავი. თქვენი შესავლიდან გამოდიოდა ძალიან დიდი მადლობა ესეთი წარდგინებისთვის და მოწვევისთვის. მივესალმებით ჩვენ მაყურებელს. წარმატებულ ადვოკატირებასთან დაკავშირებით, რა ვიცი, ჩემი საქმეებიდან გამომდინარე, ყველაზე პირველი მახსენდება ალბათ თბილისის აუტიზმის პროგრამა, რომლისთვისაც ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მშობლებმა. ალბათ ჩვენმა მაყურებლებმა იციან ამ პროგრამის შესახებ და შეიძლება გამეორებამაც მომიწიოს, მაგრამ შეიძლება არიან ადამიანები, ვისაც არ სმენია და მათთვის კიდევ ერთხელ გავახმოვანებ, ესე რომ ვთქვათ. ანუ აუტიზმის პროგრამა, თბილისის აუტიზმის პროგრამა, პირველი პროგრამა იყო მუნიციპალური, რომელიც თბილისის მერიამ დაიწყო, დაფინანსებას გულისხმობ, რა თქმა უნდა, სერვისი მანამდე არსებობდა, მაგრამ იმდენად ძვირადღირებული იყო, რომ ძალიან ბევრი ბავშვი სახსრების უქონობის გამო ვერ იღებდა ამ მომსახურებას. ეს უთუოდ იყო, არ ვიცი, უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც სახელმწიფომ აიღო აუტიზმის პროგრამის დაფინანსება. თავიდან 250 ბავშვი იყო დაფინანსებული და ჩართული პროგრამაში. ასევე მინდა აღვნიშნო ისიც, რომ ამ პროგრამის შემუშავება მშობლებთან ერთად მოხდა. მშობლებს გვიწევდნენ შეხვედრაზე, ჩვენ გვეკითხებოდნენ, როგორ ჯობია, რა ჯობია. იყო ხოლმე რაღაც ისეთი შემოთავაზებები მათი მხრიდან, რომელიც ძალიან მიუღებელი იყო ჩვენთვის არა, ბავშვებისთვის, ხო? და როდესაც ჩვენ ვაპროტესტებდით, ან ვუხსნიდით, რომ ეს არ არის სწორი, რა თქმა უნდა, ხდებოდა ამ ყველაფრის გათვალისწინება.
და შესაბამისად ეს პროგრამა შეიქმნა, ასე რომ ვთქვათ, იმ მომენტისთვის კარგად, ანუ კარგი იყო, მაგრამ გამოხდა ხანი და აღმოჩნდა, რომ თქვათ ისეთი კარგიც არ ყოფილა ეს პროგრამა, იმიტომ რომ შეიცავდა ძალიან დისკრიმინაციულ ჩანაწერს, რომლის საფუძველზეც 2015 წლის შემდეგ თბილისში ჩაწერილი ბავშვები ვერასდროს ვერ ჩაერთვებოდნენ ამ პროგრამაში და სწორედ ამის შეცვლა გვინდოდა მაშინ მშობლებს, იმიტომ რომ ბევრი მშობელი მომართავდა, სხვათა შორის მაშინ თქვენთან მუშაობდი, PHR-ში მუშაობდი, ბოლო წლები იყო ჩემი თქვენთან მუშაობის და იმდენად უკვე ის იყო ბევრი რაოდენობა დაგროვდა ამ ბავშვების, რომ რეალურად დავინახე, რომ ეს მართლა პრობლემა იყო. მქონდა მცდელობა, რომ თქვათ მერის წარმომადგენელთან მისულიყავი, ამეხსნა, რომ აი არიან ბავშვებისაც ჩართვა უნდა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ ესე საქართველოში არ ხდება ხოლმე საქმის მოგვარება და შემდეგ იძულებული გავხდი, რომ შიდა ადვოკატირების მხრივ დამეწყო ამ პრობლემების მოგვარება და რას გულისხმობ ამაში, რაღაც მოლაპარაკებებით, განცხადებების მიწერით, თუმცა ამან შედეგი არ გამოიღო და შემდეგ მოგვიწია მშობლებს ცოტა რადიკალური გზებისთვის მიგვემართა, რაც გულისხმობდა, თქვათ, აქციების დაგეგმას, განხორციელებას და ასევე შიმშილობის აქციის გამოცხადებას. ნუ საბოლოო ჯამში ახლა დეტალებში არ შევალ, ეს ამდენად მძიმე იყო თითოეული მშობლისთვის, თუნდაც დაორგანიზება, მშობლების მობილიზება, ასევე არ შემიძლია აღნიშნო ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრ მშობლებს, ანუ იმ მშობლებს, ვისი შვილებისთვისაც თქვათ მაშინ ვიბრძოლით, არ ქონდათ რწმენა, რომ ეს ამბავი გამოვიდოდა, რომ თბილისის მერია შეცვლიდა, ანუ მათ არ ეჯერათ, რომ მშობელმა შეიძლება რამე შეცვალოს. და ამის დასტური იყო ის, როდესაც ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა ბოლოს თვითონ ამ მშობლებმა, როგორ დაწერეს კომენტარების სახით, რომ ჩვენ არ გვეჯერათ, თუ ამას თქვენ მიაღწევდით. იმდენად უპრეცედენტო იყო, ესე ვფიქრობ, ეს ფაქტი. და გავაკეთეთ ის, რომ ეს ბავშვები დაფინანსდნენ და ფაქტიურად ეს პროგრამა გაიღო იმ ჩანაწერის ამოღების შემდეგ ყველა ბავშვისთვის, ხო? ის აღარ იბლოკებოდა იმ კონკრეტული თარიღის იქეთ ჩაწერილი ბავშვებისთვის ეს პროგრამა. ამას მოყვა შემდეგ ის, რომ მე რაღაც მაინც დაადეს ამ პროგრამას ჭერი, ესე ვთქვათ, ფინანსური და რაღაც 700 ბავშვის ზემოთ არ აფინანსებდნენ ისევ ბავშვებს. მერე მოხდა ისე, რომ კახაკალაძე მოდიოდა ახალი მერის თანამდებობაზე და რაღაც ძალიან, ასე ვთქვათ, ჭყალებში ჩასაფრებული ვიყავი მის წინა საარჩევნო, ასე ვთქვათ, აგიტაციას და პროგრამას. სულ ვუსმენდი რამეს თუ იტყოდა აუტიზმის პროგრამის განვითარებასთან დაკავშირებით და ერთ-ერთი გამოსვლის დროს მართლაც აღნიშნა, რომ მისი მერად არჩევის შემთხვევაში ის აუცილებლად განავითარებდა აუტიზმის მუნიციპალურ პროგრამას და ეს ჩემთვის იყო, ესე რომ ვთქვათ, საფუძველი იმისა, რომ მისი მერად არჩევის შემდეგ მე მისთვის შემეხსენებინა, რომ წინასაარჩევნო დაპირება უნდა შეესრულებინა. ნუ აირჩიეს ის მერად, ეს შევახსენეთ მშობლებმა, მაგრამ მოგვივიდა ორჯერ უარი. და ამჯერადაც მოგვიწია ისევ ჩვენ საპროტესტო აქციის გამართვა, ისევ მოახდინეთ მშობლების მობილიზება და ამ აქციამ გამოიღო ის შედეგი, რომ ის აქციის გამართვიდან 3 საათში ბატონი მერი გამოვიდა და განაცხადა, რომ 9 მილიონი ლარით გაზრდიდა ის ამ პროგრამას, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი თანხაა და ესეც ძალიან რაღაცა ის იყო პრეცედენტული შემთხვევა იყო, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა ჟურნალისტმა გააშუქა მაშინ ეს საკითხი, რადგანაც წინასაარჩევნო დაპირებას თხოვდით ჩვენ, რომ მერს შეესრულებინა და ამას ძირითადად არ აკეთებენ ხოლმე და უბრალოდ ეხლა ვინც გვისმენს, მინდა იმ მშობლებს უთხრა, რომ წინასაარჩევნო დაპირება არის, ესე რომ ვთქვათ, რაღაცა, ესე ვთქვათ, საბუთი იმისა, რომ მან ეს აუცილებლად უნდა შეასრულოს, ხო? და რაღაც ამის პრეცედენტით შევქმნით. აი დღეს უკვე ანუ ჩვენ კიდევ ვიწევდა ამ აქციების ტარება ყოველ წელიწადში, იმიტომ რომ მომდიენთა სია იზრდებოდა ხოლმე ბავშვების, ვისაც პროგრამაში ჩართვა უნდოდა და იმ და ის მივახციეთ, რომ ბოლო წლებში უკვე ჩვენ აღარ გვჭირდება აქციების გამართვა. აი თუნდაც ამის მაგალითია, როდესაც ეს პროგრამა 15 წლამდე იყო, 15 წლის ჩათვლით იყო და შემდეგ უკვე გვინდოდა 18 წლამდე გაგვეზარდა, იმიტომ რომ საქართველოში ყველა პროგრამა, რომელიც ეხება შიშიმ ბავშვებს, არის 18 წლამდე. და ჩვენ რაღაც განცხადებით მივმართეთ მერს, დაუსაბუთეთ თუ რატომ უნდა ყოფილიყო აუტიზმის პროგრამას 18 წლამდე და აი განცხადების საფუძველზე უკვე გაიზარდა დაფინანსება და აი
მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ანუ ის საიდან დავიწყეთ მერიასთან ურთიერთობა, ხო? ისეთი ურთიერთობა დღეს ჩვენ აღარ გვიწევს. ანუ უკვე არის თანამშრომლობითი, მართალია ეს ცოტა გრძელი გზა იყო, რთული გზა იყო, მაგრამ ისეთ ქვეყნებში, როგორც საქართველოა, ალბათ მაინც ესე ხდება, ხო? რეგიონებზე სიმქმედეთ, ხო? თქვენი გავლენა რეგიონებზეც ამას მოყვა მე ქუთაისის მერიაშიც იყო მსგავსი შემთხვევა და იქაც მშობლების მობილიზება მოვახდინეთ და ან ძალიან კარგად დასრულდა ის შემთხვევაც, ანუ 50%-ის გადახდას თხოვდნენ მშობლებს, ანუ მერია ეუბნებოდა, რომ თქვენ გადაიხარეთ 50% დაფინანსების და ანუ ამ ადვოკატირების შედეგად მივიღეთ ის სურათი, რომ 100%-ით დღეს ქუთაისის მერია აფინანსებს ყველა ბავშვს, ვინც ქუთაისში იღებს მომსახურებას. და ზოგადად ეს აუტიზმის პროგრამის სერვისები უკვე გაჩნდა სხვა დიდ ქალაქებშიც, როგორც არის ბათუმი, თქვათ თელავი, ქობულეთში. აი ეს ძალიან საინტერესო ნაწილია, როგორ გადაედება ხოლმე ესეთი სასიკეთო ტალღა ერთი ჯგუფიდან დაწყებული, რომელიც შემთხვევაში თქვენ იყავით რეგიონებს და რეგიონში მშობლების გააქტიურებას. კიდე ერთი საკითხი მინდოდა დამეზუსტებინა. მარი, ამავე დროს მე როგორც მახსოვს, თქვენ გქონდათ ძალიან კარგი ცოდნა იმისა, რასაც ითხოვდით. ანუ არა მარტო აქციას აწყობდით, არამედ აღჭურვილი იყავით. აი კითხობს რომ გისვამდნენ, რატო გჭირდება, ამაზეც პასუხობთ. ამაზეც რომ გაგვიზიარო, ანუ მარტო აქცია შეიძლება მოვაწყო, მაგრამ მზად არ ვიყო რომ გაცნობიერებული მქონდეს, რას ვითხოვდა. აი ესეც რო გითხრა რამდენიმე სიტყვით შეიძლება. ხო, რა თქმა უნდა, წარმატებული ადვოკატირების საწინდარი ყოველთვის არის ის, რამდენად შენ კარგად იცნობ პრობლემას. რამდენად სწორად სვამს საკითხს, იმიტომ რომ თუ არასწორად ითხოვ რამეს, წარმატებული ვერასდროს ვერ იქნება ეს ადვოკატირება. იმისთვის რომ ადვოკატირება დაგეგმო წარმატებით, ანუ კარგად და განახორციელო წარმატებით, ამისთვის გჭირდება აუცილებლად ცოდნა. და ცოდნაში იგულისხმება, რომ შენ იცოდე უფლებები, შენი უფლებები, რა უფლებები გაგაჩნია და რა უფლების საფუძველზე ითხოვ შენ ამა თუ იმ სერვისს. ჩვენ უფლებების მხრივ ვიტყვი, რომ საქართველოს ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს, იმიტომ რომ რატიფიცირებული გვაქვს გაეროში შემოგვითა კონვენცია, გვაქვს კიდევ ახალი კანონი შემოგვითა უფლებების შესახებ, ქართული კანონი, თუმცა კონვენციისგან გამომდინარე, რომ ვიხელმძღვანელოთ, ეს ძალიან კარგია, ძალიან გვეხმარება ჩვენ ეს საერთაშორისო დოკუმენტი. ანუ ამის ცოდნაა ძალიან მნიშვნელოვანი, როგორ უნდა მოვითხოვო ეს ყველაფერი, იმიტომ რომ როდესაც შენ სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები გაკვირდებიან და ხედავენ, რომ შენ არ იცი კარგად რას ითხოვ, არ იცი კანონები, ძალიან ადვილად და მარტივად გატყუებენ. და შენც რაღაცა მოტყუებული ხარ და მოდიხარ უკან. ხვდები რომ ანუ ფიქრობ რომ ეს ასე უნდა იყოს ეთყობა და მე არ მაქვს უფლება რომ მოვითხოვო. ამიტომ მნიშვნელოვანი ძალიან დიდი მადლობა ეს მაგალითი შეიძლება ჩვენ მოკლე დროში აღწერეთ, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რამხელა მნიშვნელობისაა ის სერვისები, რომლის მოპოვებაც ცალსახად მშობლებმა შეძლეს და რა თქმა უნდა ყველა მოხელის და საჯარო მოსამსახურის სწორი ქცევა, მადლიერს არ ვიტყვის სიტყვას, სტუმრები ყავს კარზე თან ჩვენ ოფისიდან გერბებით. მაგრამ მადლიერი კი არა ვართ, უბრალოდ აფასებთ, რომ სწორად განხორციელებული საქმიანობაა, როდესაც ის უსმენს მოქალაქეებს და უსმენს თემის საჭიროებებს. მარი, მე ვიცი, რომ შენ ძალიან აქტიურად იყავი ჩართული ინკლუზიური განათლების განვითარების ნაწილში და ხო, შეგვიძლია ვთქვათ, ყობა შემოვიყვანოთ დისკუსიაში და მე ამ თემით დაგიბრუნდებით მარი განათლება. ეხლა კობას თხოვოთ. ყობა, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ხარ, ყოველთვის ჩვენთან ხარ, მაგრამ დღესაც რომ ჩვენთან ხარ, ამისთვის დიდი მადლობა და თავში ანა მახსენა, რომ როდესაც სფეროში იწყებ მუშაობას, ხო, ამ შემთხვევაში სფეროს გულისხმობ აქტივიზმი დავარქვათ, როცა იწყებ უფლებებისთვის ბრძოლას, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია შენ იცნობდე აქტივიზმის ისტორიას შენს ქვეყანაში და შენ პატივს სცემდე იმ ადამიანების მონაპოვარს, რომლებმაც დროის სხვადასხვა ეტაპზე ადამიანის უფლებების განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს.
ამ შემთხვევაში ჩვენ შიშიმ პირთა უფლებებზე ვსაუბრობ და ყობა ერთ-ერთია იმათ დაგანი, რომელიც რამდენიმე ათეული წლის წინ საუბრობდა, ჯერ კიდევ კონვენცია არა თუ რატიფიცირებული, საერთოდ არ არსებობდა, ანუ არც კი არსებობდა ბუნებაში, როდესაც ყობა და მისი თანამებრძოლები საუბრობდნენ და ადვოკატირებდნენ მნიშვნელოვან უფლებრივ საკითხებს შიშიმ პირებისთვის. მე მინდა ყობას ვთხოვო, ყობა გავიხსენოთ ის ძველი პერიოდი და აი მარიმ შიმშილობა ახსენა და ესეთი რადიკალური სამოქალაქო გზებიც კი, როცა სწორი მოთხოვნა. სამოქალაქო დაუმორჩილებლობაც კი და ყობა ერთ-ერთი მონაწილეა ასეთი პროცესების და გვინდა რომ საზოგადოებას ეს გავაცნოთ. ყობა, გისმენთ. მადლობა დიდი დღევანდელი ეს წარდგენისთვისაც და იმ საკითხზე საუბრისთვის, ინიციატივისთვის, თუმცა ეხლა ესე არ ყოფილა რა თქმა უნდა, რომ ეხლა მე უფლებებზე როცა დავიწყეთ მუშაობა, ხო, ჩვენ კონკრეტულად რაღაცა ჩვენი გვიჭირდა და სულ არ ვიცოდით, ეხლა მარის იმასაც უნდა მიუობა ეს თემა, ხო, რომ ეხლა ცოდნა ეგრევე არ მოდის და არც ის არ მოდის, რომ თურმე ცოდნა გჭირდება რაიმესი. და აი რამოდენიმე, არ ვიცი, ალბათ 25 წელიწადი თუ არის, რაც აი ამ აქტივიზმს ვეწევით, ხო? იქიდან შეიძლება ერთი 10 წელი თუ მეტი არა, უბრალოდ არც ვიცოდით, რომ რა უნდა გწოდნოდა, ესე ვთქვათ, რა. და ეს მოდის მე უკვე პრაქტიკაში, ანუ მე ხვდები, რომ იქ რაღაცა დაწყოლებები ხდება და ხვდები, რომ რაღაცა ინფორმაციის ცოდნა გჭირდება, რაღაც სადღაც კვლევები გჭირდება და ამას რა თქმა უნდა მარტო კარაკეთებ. მარტო კარაკეთებ, ამიტომ გჭირდება სანდო პარტნიორები, რომელსაც დაერქმები, ხო, ვინც ესეც საქმიანობით არის დაკავებული. ანუ ეს ყველაფერი კიდე ერთობლიობაში არის ადვოკატირება, რასაც ანამ დასაწყისში თქვა. ადვოკატირება არის ძალიან დიდი თემა. ერთ ადამიანს როცა ადვოკატად ადგები ერთ თემა და ჯერ ეს ამხელა უშველებელი რამე არის და როცა დიდ ჯგუფ სოციალური ჯგუფის უფლებების ადვოკატირებას შეუდგები, აქ ძალიან ბევრი სიფრთხილეც საჭიროა, ცოდნაც საჭიროა, კვლევაც საჭიროა, საზოგადოებასთან ურთიერთობაც საჭირო არის და ამ შემთხვევაში აგერ პარტნიორები გჭირდება მედია ჯგუფებში და ეს ყველაფერი როგორც გითხარით ეს ერთბაშად არ მოსულა რა თქმა უნდა და ეს როგორც აქტივისტი რომ გახდე და რაღაცა ამას დამგზას დაადგე ეს გზა ალბათ უნდა გამოიაროს ყველამ რა ალბათ რთულად წარმომიდგენია რომ ადამიანი უცბად რაღაც სპასაკნიანობით იყოს დაკავებული და გახდეს აქტივისტი, ხო, ესე არც მარის და არც ანერს თირამე არ ქონია. ეხლა ჩემ პირად მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ხო, აქ ერთი რამე არის კიდევ, რომ შეიძლება ესეც მოხდეს, რომ აი ადვოკატირების პროცესში კონკრეტული რო კითხოს ვინმე, რომ აი რა მე შენი აქტივიზმით კონკრეტულად რა ცვლილება მოიტანე, ხო, შეიძლება რო დაფიქრდე ძნელადაც გაიხსენო რომ კონკრეტულად რა ცვლილება მოვიტანე მაგრამ იმ პროცესში რო ხარ ჩართული ჩვენ გვაქვს რა ცვლილებაც მოიტანე ხო ეს ცვლილებები შეიძლება პროცესს ადგენდე სხვადასხვა მიმართულებით ადგენდე პროცესს და ძალიან დიდი წვლილი შექონდეს ამ პროცესში მე აქ ჩემ თავზე არ ვსაუბრობ ჩემ მეგობრებზე და კოლეგებზე და პარტნიორებზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, ხო? აი კონკრეტული თუ რო გავიხსენოთ, ეხლა აი ძველი დროიდან მოყოლებულია აი ჩემ აქტივიზმის ისტორიას რაც უკავშირდება, ეს არის ჰემოფილიის ასოციაცია, საიდანაც დავიწყეთ ჩვენ ამ გაერთიანებით მუშაობა და მე მახსოვს ძალიან ძლიერი მდგომარეობა იყო ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე ადამიანებისთვის წამალთ მომარაგება მაშინ ძველი საბჭოთა ტექნოლოგიებით მზადდებოდა ეს პრეპარატები სხვათა შორის აი დღეს ძალიან აქტუალური არის ხო შინ ევროპისკენ თემა ხო და ეს პრობლემა იყო რომ თქვენ წარმოიდგინეთ იმ დროისათვის უკვე იყო მაღალი ხარისხის და თანამედროვე ტექნოლოგიის პრეპარატები და საბჭოთა კავშირი ეს იყო დახურული ქვეყანა, ეს არის თავისუფალი ქვეყანა და ისინი მათ არ შემოქონდათ აი ამ ხელა სივრცეში არ შემოქონდათ ეს მედიკამენტი, რის გამოც უამრავი ადამიანი იტანჯებოდა ტკივილებისაგან და
ეს აისახებოდა რა თქმა უნდა მათ ცხოვრებაზე, მათ ჯანმრთელობაზე და ჩვენ გქონდა ამის შესახებ ინფორმაცია, რომ ეს მედიკამენტები არსებობდა და კოლეგებთან ერთად მოხდა ეს აქცია მოეწყო შიმშილობის აქაც რა თქმა უნდა ჩვენ დავერხმეთ იმას რომ ჩვენ ყავდნენ პარტნიორები მაშინ ჰემოფილიის სოფლიო ფედერაციის და მისი ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო მაშინ ირლანდიელი ბრაიან ომაჰონი რომელსაც წელით მივმართეთ და ის ჩამოვიდა ძალიან ეს ფაქტი იყო ხო საქართველოში რომელი წლები იყო რომ დაგვიზუსტო თუ ეს არის 2000-2001 წელი ხო ეს თითქმის 20 წელი აი ანამ როგორც თქვა ხო ეს მაგ დროს უკავშირდება და ესეთი იმით მიმართა ფინანსთა მინისტრი იყო მაშინ ონოფრიშვილი თუ სწორედ მახსოვს და შეხვდა ფინანსთა მინისტრა უთხრა ასეთი რამ რომ თუ თქვენ ანუ რამდენ რა თანხის მედიკამენტსაც თქვენ შეიძენთ ამ თანამედროვე ტექნოლოგიით დამზადებულს ხო ერთი იმდენი ღირებულების მედიკამენტებით დონაციას მოახდენთო ჩვენო ხო და იმ წლიდან თან ის პერიოდი იყო ზუსტად ბიუჯეტი მტკიცდებოდა ამასაც მნიშვნელობა აქვს და 600,000 ლარი მახსოვს ბიუჯეტში პირველად მაშინ აისახა იმ პერიოდისთვის საკმაოდ დიდი თანხა იყო ხო დღეს ჩვენ 3 მილიონი გვაქვს ბიუჯეტში თუ ხო ესე უნდა იყოს და პრინციპში უფასოა ხო ეს ახალი და თანამედროვე მედიკამენტები ყველას ეს არის იშვიათი დაავადება დაახლოებით 350-მდე თუ სწორედ მახსოვს ციფრი არის ჰემოფილი დაავადების დიაგნოზის მქონე ადამიანი პაციენტი საქართველოში და მათ უფასოდ მიეწოდებათ დღემდე ეს მედიკამენტები ესაც არ არის საკმარისი საკმარისი რაოდენობის იმას მაინც არ არის მიღწეული და თანაც ახლა ეს ტექნოლოგიებიც განახლდა და ახლა კიდევ უფრო ახალი თაობის მედიკამენტები არის იმედია რომ ამათი შეძენაც მოხდება უკვე ანუ ამას კიდე ჭირდება რომ ისევ ჩვენი ეკონომიკა განვითარდეს, ქვეყანა განვითარდეს და აი ეს ადვოკატირების პროცესი არის უწყვეტი პროცესი, ეს არ არის ერთ რაღაცაზე არ თავდება დინამიური პროცესია, ხო? შეიძლება დღეს რაღაცა ერთ მიაღწიო და დიდ ცვლილებად ითვლებოდეს, მაგრამ თუ ის არ ვითარდება და მუდმივად ცვლილებების გარმოვება, მაშინ ის ჩამორჩება და აუცილებლად ისევ გობა ესეთი შეკითხვა მაქვს თუ შეიძლება 2000-იანი წლები რა თქმა უნდა შესაძლებლადაც არ გამოდგება ჩვენს დღევანდელ ყოფასთან საბედნიეროდ იმ თვალსაზრისით რომ უფლებების ცოდნა და მისი დაცვის სტანდარტები ბევრად გაზრდილია ამას ხელი შეუწყო ბევრმა საერთაშორისო ინსტრუმენტმა მათ შორის კონვენციამ ქვეყნის კანონმდებლო ხალხის შეხედულებებმა მთავრობების წარმოდგენებმა ადამიანის უფლებებზე მიუხედავად იმისა რომ დღეს სერიოზული გამოწვევები აქვს ადამიანის უფლებებს ჩემი შეკითხვა ასეთია იმ პერიოდში როდესაც ადამიანის უფლებები კანტიკულტად თუ გაისმებოდა ქვეყანაში და არ იყო ქვეყნის მართვის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი ეს როგორ შეძელით ანუ ის პერიოდი ცოტა უფრო ახლოს რომ დაგვანახო როგორ შეძელით და სხვა მშობლები სხვა ადამიანები ვისაც ეს პრობლემა ჰქონდათ აი როგორც მარიმ თქვა როგორ უყურებდნენ ამ პროცესს იყვნენ იმედიანად არ იყვნენ და რა გავლენა მოახდინა ამ წარმატებამ თქვენ შეძელით პრაქტიკულად არარსებული პროგრამის შექმნა 600,000 ლარი ეს სერიოზული ფულია 2000 წელს და ეს თქვენ შეძელით და აი ეს პერიოდი ამ ნაწილში კიდევ უფრო რო გაგვაცნო. ხო, ეს ის პერიოდი არის, სხვათა შორის, როცა იყო ზოგადად ახლა ეს ისტორიას რომ მიუბრუნდეთ, ცოტა დიდ დროს წაიღებს, იმიტომ რომ სხვა ქვეყნებშიც, ისევე როგორც ჩვენთან სხვა ქვეყნებშიც ესეთი ორგანიზაციები, გაერთიანებები იქმნებოდა თავდაპირველად დიაგნოზის მიხედვით, ხო? აი მხედველობის სირთულის მქონე ადამიანები ქმნიდნენ აი ეს უცნაური კავშირი მაგალითად სმენის სირთულეების მქონე ადამიანები ყოთა კავშირი თუმცა ესენი მაშინდელი დროს ტრადიციულ ორგანიზაციებს ვერ დავარქმევ ეგაც ისე იყო შექმნილი საბჭოთა კავშირი მას შექმნა ეს ორგანიზაციები მაშინ ეგეთი თავისუფალი ის არ იყო რომ ვთქვა
თქვა არასამთავრობო ორგანიზაცია ჩამოგეყალიბებინა და ესენი იყო ძირითადად შექმნილი, რომ დასავლეთისთვის დაენახებინათ, რომ აი ჩვენთანაც არსებობს ესეთი საზოგადოებრივი გაერთიანებებიო, თუმცა ესენი არის უძველესი ორგანიზაციები და ამით იმის თქვა მინდოდა, რომ ყველა ესეთი ორგანიზაცია ძირითადად იქნებოდა არა უფლებებზე დაფუძნებული, არამედ დიაგნოზზე დაფუძნებით, ანუ ვის რა სატკივარი ქონდა, რომ იმ პრობლემის ირგვლივ ერთიანდებოდნენ, რომ მერე მიემართათ იგივე სახელმწიფოსთვის და ებრძოლათ იმისათვის, რომ ეს დაბკოლებები თუ ეს პრობლემები მოეგვარებინათ და სახელმწიფოც ძალიან ეშმაკურად მანიპულირებდა ამ ჯგუფებით და ეუბნებოდა მაგალითად, რომ აი მათ უფრო და ეს პრობლემები მაქვს და მამაც ესე მერე ვითარდებოდა ისე, რომ ვთქვათ, მოხდა უკვე კოალიციური გაერთიანებების წარმოქმნა, სადაც და ისეთი ორგანიზაციები შეიქმნა კიდე, სადაც არა დიაგნოზის მიხედვით ერთიანდებოდნენ ადამიანები, არამედ ზუსტად უფლებების დაცვის მიმართულებით და იქ მხოლოდ ერთი დიაგნოზის მქონე ადამიანი კი არ იყო მაგაც შიშომ პირთა რაღაცა ჯგუფი, რომ ზოგს შეიძლება უსინათლო ყრუამე მოსარგებლე ერთად დამჯდარი იყო და ერთად გაეწიათ ეს ადვოკატირების კამპანია. და ამან მოიტანა სწორედაც ეს კონვენცია, ხო? თემის ხმა იყო, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება უფლებები არ იყო წინა პლანზე წამოწეული, მაგრამ საჭიროებებზე დაფუძნებული. ეს კონვენცია, რომელიც ახსენეთ, ეს კონვენციაც მაგის შედეგი არის და ის რომ მე ამ კონვენციამ შეიცვალა ეს პარადიგმა, ხო, სამედიცინო მიდგომა, აი სოციალური მიდგომამ ჩაანაცვლა, ეგ მაგის შედეგი არის ალბათ. დიდი მადლობა კობა, შენ ისევ დაგიბრუნდებით უკვე უახლესი ისტორიით. ცოტა უფრო ახლო ისტორიით, იმიტომ რომ კობა არ გაჩერებულა, უბრალოდ ამ მაგალითით ჩვენ გიჩვენეთ, რომ ადვოკატირება არ არის გუშინ დაწყებული საკითხი, ადამიანის უფლებები არ არის გუშინ წინ შექმნილი, არამედ ადამიანები ამ ქვეყანაში და ჩვენი გლობალურად, ჩვენ ქვეყნის გარეთ კაცობრიობის ისტორიაში იბრძვიან უკეთესი ცხოვრებას. და გადავდივართ ისევ მარისთან. გვინდა ახლა კითხოთ ინკლუზიურ განათლებაში შენი ბრძოლის შედეგებზე და აი მან როგორ მოახერხე რაც კობამ აღვიწერა, როგორ გაერთიანე მშობლები. ანუ ყველაზე ძნელი არის გაერთიანება, იმიტომ რომ ყველა დაკავებულია ხშირად. მე მახსოვს სხვათა შორის შეერთო მეშლება და ჩემი დაკვირვება მხოლოდ შემისწორე მარი, მაგრამ მე მახსოვს, ანუ დღეები მახსოვს, კონკრეტული ეპიზოდები მახსოვს, როდესაც მარი იყო ამა თუ იმ სკოლაში და ჩხუბობდა, იბრძოდა, ხსნიდა, მარი ჩანდა მარტო. კი და აი როგორ მოხვედი, რომ დღეს ახლა აღარც მარტო ხარ და იმდენი ფოლოვერი ყავს, რომ რა ვიცი. მანამ მარი პასუხს გაგცემდა, ანა შეიძლება მე ვერ გავიგე უბრალოდ დასმული კითხვა. აი ჩვენ შემთხვევაში მაგალითად მთელ საქართველოში იყო ერთი კლინიკა ესეთი, ჰემატოლოგიის კვლევითი ინსტიტუტი, სადაც აღირიცხებოდნენ ეს ჰემოფილიის დიაგნოზის მქონე ადამიანები, აი როგორ შეიქმნაო, ხო ეს ორგანიზაციაო და ეს ყველანი იქ ვიკრიბებოდით ერთმანეთს ოჯახებით ვიცნობდით და ამიტომაც იქ მოხდა აი ამ იდეის დაბადება. თემური ბოლიჯაშვილი იყო, რომელიც ინიციატორი ამ ორგანიზაციის შექმნის და მე უკვე აი ამ თემების წამოწევის და ამ შემარის მოყვება თავის იმას დავაკაც. მარისაც მოусმინოთ, მარიმ უკვე მე მგონი სოციალური ქსელებით ძალიან კარგად გამოიყენა და გისმენთ. ო, მაშინ ინტერნეტი არისო. არისო. არა. და გასხვავებით მე კარგ მდგომარეობაში ვარ, იმიტომ რომ მე ინტერნეტი და სოციალური ქსელები. და თოჯინა გქონდა. როგორ? და თოჯინა. ეს ძველი ქართული ფილმიდან ხო, რომელზეც მარტო მე გავიცი. რევოლუციამდელი ბავშვის არ კონდეთ. გისმენთ. ანა, შენ მარს სწორად აღნიშნე, იმიტომ რომ როდესაც მე ამ პრობლემაზე დავიწყე ხმამაღლა ლაპარაკი და ადვოკატირება მართლა ვიყავი და დიდხანს ვიყავი მარტო, იმიტომ რომ ისეთ რაღაცას ვითხოვდი, რაც სრულიად წარმოუდგენელი იყო ყველასთვის. ანუ მე ვითხოვდი ჩემი შვილისთვის ინდივიდუალურ ასისტენტს სკოლაში, რომელიც მხოლოდ ჩემ შვილთან იჯდებოდა საგაკვეთილო პროცესის დროს. და არა ისე ვთქვათ, როგორც მაშინ იყო მიჩნეული, რომ 6 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლესთან ერთი სპეცმასწავლებელი რომ იყო გამოყოფილი. ანუ მე მაქვს საუბარი ქცევის სირთულეების მქონე ბავშვის შემთხვევაში, ხო? ანუ იქ ორ ბავშვთანაც კი ვერ იქნება ერთი სპეცმასწავლებელი. ანუ უნდა იყოს ერთი ერთზე.
მე მახსოვს, როდესაც ამის მოთხოვნა დავიწყე, ჩემი შვილის სკოლის დირექტორმა როგორ მითხრა, რომ შენო ისეთ რაღაცას ითხოვო, უკაცრავად და თავიო შენ ხარ გონიაო შვედეთში ხარო ან ფინეთშიო და მე მაშინ ვუთხარი, რომ ჩვენი ქვეყანა ვერასდროს ვერ გახდება ვერც შვედეთი და ვერც ფინეთი, თუ ვიღაცამ არ დაიწყო და რაღაც არ იბრძოლა და არ მიაღწია შედეგს. ანუ ძალიან რომ ვიხსენებ იმ პერიოდს, ჩემთვის ყველაზე მძიმე, ჩემ ცხოვრებაში ალბათ ყველაზე მძიმე პერიოდი იყო ეგ მომენტები, როდესაც მე ამ ასისტენტისთვის ვიბრძოდი, იმიტომ რომ უამრავი შეურაცხყოფა მივიღე საზოგადოებისგანაც, სკოლისგანაც, სხვა მშობლებისგანაც, ანუ გულისხმობ არაშიშიმო ბავშვების მშობლებისგანაც. ანუ ძალიან სტრესული იყო ჩემთვის და გახსენებდი. რა გაძლიერებდა ამ დროს? ეხლა სხვა არიან ადამიანები, რომელსაც შეიძლება სხვადასხვა თემებზე ასე პასუხობენ. და მოდი მათ უთხრა. დამაძლიერებდა და უსამართლობა მაძლიერებდა და ის მაძლიერებდა, რომ მე მართალი ვიყავი. და რადგანაც მართალი ვიყავი, მე აუცილებლად გამომივიდო და ეს ყველაფერი ამაში ვიყავი დარწმუნებული. როდესაც ვახსენეთ წინ ჩართვისას, რომ უნდა იცოდეს სწორად რა სითხოვა, ზუსტად ეს ვიცოდი, რომ მე რასაც ვითხოვდი სწორად. და ხელმძღვანელობდი შიშიმო პირთა კონვენციიდან გამომდინარე, სადაც 24 მუხლში წერია, რომ სახელმწიფო ვალდებულია განათლების კუთხით ყველა ბავშვის ინდივიდუალური საჭიროება უზრუნველყოს და ჩემი შვილის ინდივიდუალური საჭიროება იმ დროს იყო ზუსტად ეს ინდივიდუალური ასისტენტი. რომლისთვისაც ვიბრძოდი და ანუ არ ვიცი კადმიაში არ ჩამეთვალოს, მაგრამ რავი ფაქტია ეს, რომ და ვიტყვი და აღნიშნავ, რომ ჩემი შვილი იყო პირველი ბავშვი, ალბათ საქართველოში, იმიტომ მე არ ვსმენია, გახმაურდებოდა ალბათ ეს ფაქტი, სხვა შემთხვევაში რომ მომხდარიყო, ანუ იყო პირველი ბავშვი, ვისაც ესე ინდივიდუალურად 4 გაკვეთილზე გვერდით ეჯდა ეს ასისტენტი და მხოლოდ მასთან მუშაობდა. და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წვლილი შევიტანე მე იმაში, რომ დღეს ჩვენ უკვე გვაქვს მინისტრის ბრძანება, N16 ბრძანება, სადაც უკვე წერია 2018 წელს მიიღეს ეს კანონი, სადაც უკვე წერია, რომ ბრძანება, სადაც წერია, რომ ყველა ბავშვს, ვისაც აქვს ქცევითი სირთულე და ვისაც მულტიდისციპლინური გუნდი შეფასებისას დაუწერს, რომ ესაჭიროება ინდივიდუალური ასისტენტი, ყველა ბავშვს უკლებლივ ენიშნება ეს ასისტენტი სკოლის მიერ და სკოლას აღარ აკეთება. ამ გადმოსახედიდან მარტივად, მარტივად. ხო, რა თქმა უნდა, მარტივად არა, ხო. ხო, ის თქვათ, რომ კონკრეტული შედეგი გამოიღო ყველა ბავშვისთვის და არა მარტო ყველა ბავშვისთვის. კი, ეხლა უკვე, იმიტომ რომ მე რომ მაშინ დათასთან, ჩემ შვილთან მივახწი ამ შედეგს, მე ეს ჩემი ის გზა, ის რთული გზა რაც გავიარე და უკვე კარგად ვისწავლე ის ნიუანსები, ის ხრიკები, ხო? სად როგორანაირად უნდა მიმემართა ვისთვის, ხო? უკვე სხვა მშობლებს დავეხმარე, თქვათ საბავშვო ბაღში როგორ დაინიშნათ ეს ასისტენტი და რამდენიმე პატარა პრეზიდენტი შევქმენი კიდევ მეორე, მესამე, მეოთხე. და კიდევ ის იყო, რომ არასდროს არ წყვეტდი ამაზე ხმამაღლა საუბარს. ყველა ეთერი იყო, თუ თქვათ კონფერენცია, საერთაშორისო კონფერენცია, ყოველთვის სიტყვით გამოვდიოდი, რომ ის როგორც გვაქვს დღეს ინკლუზიური განათლება არასწორია და სწორია ეს ინდივიდუალური ასისტირება და ვფიქრობ, რომ მოსვენება არ მივეცი არანაირი კუთხიდან განათლების სისტემას და ხო. რამდენი მოკავშირე როგორ შეიძინე, მარი, ანუ მარტო ყოფნიდან როგორ მოხვედი დღეს რამდენიმე 1000 მოკავშირე ყავს შენ რასაც რომ ხედავთ. კი. ალბათ იქიდან მოვიკრიბე, რომ მე ყველაფერს წერდი ყოველთვის საჯაროდ. და საჯაროდ კი მართალია მე ბრაზმდებდე რომ ამ საჯაროდ წერდი PR-ს ვიკეთებდი და ამიტომ წერდი ესე საჯაროდ. არა, მე საჯაროდ წერდი, იმიტომ რომ რაც შეიძლება მეტ მშობელს გაეგო რომ ბრძოლას აქვს ნამდვილად აზრი, ყველასთვის დამენახებინა რეალურად არსებული პრობლემები რა იყო ამ კუთხით, ანუ გულისხმობ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვის კუთხით რა პრობლემები იყო. ვფიქრობ, რომ არა მხოლოდ მშობლები, არამედ საზოგადოების სხვა წევრებიც გახდნენ ჩემი მოკავშირეები და ძალიან მნიშვნელოვანი ადვოკატირების დროს, როდესაც საზოგადოება ზოგადად გიჭერს მხარს და ზოგადად აჩვენებ მათ, რომ რეალურად პრობლემა დგას ქვეყანაში და პრობლემის მოგვარების გზა ასე ხდება და ალბათ რაღაცა მაგალითს აძლევს სხვა ადამიანს, რომ არა მხოლოდ შიშიმ საკითხებში,
შეიძლება ვიღაცას რაღაც პრობლემა ჰქონდეს სახელმწიფო უწყებებთან და მასაც გაუჩნდეს რაღაც ნაპერწკალი, რომლითაც შემდეგ შეძლებს ამ ბრძოლის დაწყებას. იმიტომ ხშირად როდესაც ტრენინგს უტარებ ხოლმე მშობლებს, აი ცნობიერების ამაღლების კუთხით ან ადვოკატირების კუთხით, ტრენინგის დასასრულის დროს ხოლმე ძალიან ხშირად მეუბნებია, რომ აი ხა ისე ვარ, რომ შეიძლება გავიქცე უკვე, მივიდე მერიაში და რაღაც მოვითხოვო, ხო? აი ეს გაზიარება ამ შენი რაღაც ინდივიდუალური გამოცდილების არის ძალიან მნიშვნელოვანი. სხვანაირად ვერავინ ვერ გაიგებს შენ რაზე იბრძოლე, რა პრობლემა ჰქონდა და ზოგადად პრობლემა თუ არსებობდა, ამას ვერ გაიგებს უდასწროს ვერავინ. ამიტომ მნიშვნელოვანია საჯაროდ წერა და ერთსაც აღნიშნავ, მე მახსოვს ერთმა მშობელმა ესეთი რაღაც თქვა, რომ მარიმო ჩვენო გვასწავლაო, საჯაროდ წერის კულტურაო. ანუ აი ეს ჩვენი პრობლემა, როგორ გამოვიტანოთ და საჯაროდ როგორ დავწეროთ ყველაფერი კარგად, სწორად და შეიძლება ლამაზადაც კი. მაგრამ მიუხედავად მაგისა, მესენჯერში უფრო მეტი ტექსტები გაქვს, ვიდრე საჯაროდ. შევაჯამოთ, აი მარის ბრძოლის შედეგად მე ვიტყოდი, რომ დღეს უკვე რამდენიმე 10,000 ბავშვი სარგებლობს, რომ დავაჯამოთ ერთად, თქვათ, აუტიზმის პროგრამით, თქვათ, ინდივიდუალური ასისტენტით ამ სფეროში. სხვა სერვისით, რომელზეც ეფექტი იქონია და ჩვენ შეიძლება და რამდენიმე აი ეს იყო ბოდიშანა გაწყვეტილება საკურორტო ვაუჩერები, რომლებიც დღეს გვაქვს თავის დროზე ეს იყო ვაუჩერები არ არსებობდა, იყო საგზურები და ანუ მერია თვითონ გიწყვეტდა, როდის უნდა წასულიყავი, თბილისის მერიას გულისხმობ, როდის უნდა წასულიყავ, ვისთან ერთად წასულიყავ და რომელ სასტუმროში წასულიყავი და იყო ხშირი შემთხვევები, როდესაც 3 დღით ადრე გირეკავდნენ და გეუბნებიან, რომ აი 3 დღეში უნდა წახვიდე შენ. რაც იყო სრულიად მიუღებელი და უფლებების დარღვევა ბავშვების, ხო? ანუ აი მას არ მოყვები ხა ამისთვის როგორ ვიბრძოლე და რამდენი ვიბრძოლე. როგორ არის მაინც გითხარი. ხო, ეხლა არის ისე რომ ვაუჩერი გეძლება 800 ლარიანი და შენ თვითონ წყვეთ, ვისთან ერთად წახვალ, რომელ სასტუმროში წახვალ და როდის წახვალ. რაც არის ანუ პირველი ფაზე ორიენტირება. რამდენიმე 10,000 ბავშვის დახმარება შეძელია ამ კუთხით. და ალბათ ეკონომიკურად რო გადავიყვანოთ, ალბათ რა ვიცი, რამდენიმე 100,000 ლარია, ხო? ანუ მშობლებმა გვინდა დაინახონ, რომ ერთი ადამიანი 100 მილიონიანი ბიუჯეტი არის ცენტრალურ და კიდე რეგიონებში საქართველოებში. იწევს. ერთი ადამიანი წარმოგიდგენთ მშობელმა, რომ დაახლოებით იგივე გააკეთოს, ხო? და ეხლა ბოდიში აი ეს ნათქვამი, რომ ერთი მერცხალი გაზაფხულში მოიყვანსო, თვლია. შეუძლია მოძალ შევთავოთ რაღაც ანდაზები, სტერეოტიპული ანდაზები, რომელიც ძუნავს ადამიანის უფლებებს. აი მარი და აი მალალასთანაც ხო გქონდა, ხო? ერთი საწარკალამი, ერთი ბავშვი, ერთი მასწავლებელი ქმნის ამ ცვლილებას და ჩვენც ახლა აქტიობრივი მაგალითი გვაქვს. კობა, შენც მოგვიყავით ცოტა დრო და ჩემ შემთხვევაში ახლა ეს ერთი მერცხალი არ ყოფილა, ბევრი მერცხლები შემომიერდნენ. მარტო ვერ მოვერეოდი. ხო, პარკირების ამბავი ალბათ. პარკირების ამბავი. ხო, ეს პატარა ისტორიას ვიტყვით, ეს პრობლემა ძალიან დიდი ხანია დანახული ქონდა, ძალიან ბევრი შემდგომი პირს, რომელიც ან საკუთარი ავტომანქანით, ან შეიძლება მეგობრის ავტომანქანით გადაადგილდებოდა. ხო, და პრობლემა იყო ის, რომ ის შესაბამისი სტანდარტით მოწყობილი ავტოსადგომები სარგებლობის უფლება არ ქონდა იმ შემდგომ პირებს, ვის საკუთრებაშიც არ იყო ავტომანქანა. ანუ ამ ავტოსადგომით რომ გესარგებლა, აუცილებლად უნდა ქონოდა საკუთრებაში ავტომანქანა და ამ ავტომანქანაზე იყო მიმული, მოდი ესე ვთქვათ, ეს ამ უფლებით სარგებლობა. და ერთ დღესაც სრულიად რო არ ფიქრობდით ამაზე და ისე სადღაც კუნჭულში ქონდა ეს მონიშნული, რომ იყო სერიოზული პრობლემა. ჩემ მეგობრებთან ერთად ვიყავით რომელიღაც სადღაც ყავის დასალევად, ხო, სადღაც იმაზე რა ქვია, სპორტ სასახლესთან, მე, ანა და ნანა. მანქანა გააჩერა ანამ თავისი მანქანა და იქ ჩემი ლეპტოპი, საბუთები, ყველაფერი დავტოვეთ, ცოტა ხნით გადავსულიყავით თან რაღაცაზე უნდა გვებჭელა და საფუთი გავტოვე უბრალოდ საქარე მინაზე რომ ჩემი სტატუსი, ხო, ერთად გამოხატული შემპირის სტატუსის მაჩვენებელი და შესაბამის ადგომზე
გავაჩერეთ ეს მანქანა და რო გამოვიდით დაგვხვდა რომ მანქანა იყო წაყვანილი ხო და ეს რაღაც მოტივი გაჩნდა იმის რომ მოდი იქნებ ამას ერთხელ და სამუდამოდ როგორმე მოვერიოთ და აქედან დაიწყო ეს ისტორია ეხლა ძალიან დიდ დროს არ წავიღებ ამასთან დაკავშირებით ეს მართლა ძალიან დიდი დამსახურება არის ჩვენი ადვოკატების რომლებმაც ძალიან კარგი დასაბუთებული სარჩელი მომამზადეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ეგ კიდე ერთხელ მინდა რომ აი რამდენი რამის ცოდნა ზადაგზა გჭირდება რომ აღიჭურო ესე ვთქვათ ხო და რამდენი პარტნიორი გჭირდება აი მათ შორის აი ადამიანის უფლებებზე როცა ვლაპარაკობ და შეიძლება რომ ეს ინსტიტუტი არ იცოდე რასაც ქვია სახელმწიფოს ინსტიტუტი რომელმაც აი ამ სასამართლოსთვის მოგვიმზადა არაჩვეულებრივი ამიკუსი და ამ სარჩელი და ამიკუსი ჩვენ შევძელით ის რომ შევცვალეთ ეს კანონმდებლობა ანუ ეს რეგულაცია რომელიც არეგულირებს მოძრაობის წესებს და თბილისში სამწუხაროდ მხოლოდ თბილისში არის ეს ცვლილება განხორციელებული აი პარკირების წესი შეიცვალა იმგვარად რომ ჩვენ გვაქვს შეზღუდული შემდგომი პირებს და მათ შობლებს ხო ეს ძალიან დიდი მნიშვნელოვანი სიახლე შობლებს დიახ აქვთ უფლება რომ მიიღონ ეს ტიკეტი და ისრაგებლონ აი ამ ავტოსადგომი და მე ჩვენ კიდევ აკვირდებით ხოლმე თუ რა ეფექტი იქონდა ამ ცვლილებას განხორციელებულს მე მახსოვს რომ ხობა დაკურებული ხარ წინა პერიოდში ყველა წუწუნებდა ხოლმე რომ ეს საპარკინგი ადგილები სპეციალური მონიშნის ადგილები ყოველთვის იყო ცარიელი და აი სხვა ადამიანების ესე ვთქვათ ვისაც შესაძლებლობა არ აქვს იყო რაღაცა მრისხანების საგანი რომ აი პარკირების ადგილები ესეთი ლიმიტირებულია და აქ არასდროს არავინ არ აყენებს და არ ჩვენ არ გვაყენებინებდნენ თურმე ან დღეს თქვენ ასეთ თავისუფალ ადგილს პრაქტიკულად ვერ ნახავთ. ო არა არ არის მიუხედავად იმისა რომ ჯარიმები გაიზარდა. ადრე იყო 10 ლარი ისა რომ უსამართლო წესმა აი უფლებით სარგებლობის უსამართლო დისკრიმინაციულმა წესმა პრაქტიკულად გარიყა ადამიანის საჯარო სიკეთეებისგან და ამ შემთხვევაში გადაადგილებას და პირდაპირ კავშირშია ხო პარკირების ადგილი და სპეციალურად უნდა ხაზი გაუსვათ შიშიმ ბავშვების მშობლებს. აქ იყო უდიდესი პრობლემა, როდესაც თქვათ ბავშვებისთვის აუცილებელი იყო სკოლაში, ბაღში, აბილიტაცია, რეაბილიტაციის ადგილებში დროული მიყვანა და იქვე ახლო-მახლოს არ იყო გასაჩერებელი ადგილი. ამ ცვლილების მერე საჯარო ინფორმაცია ქონდა ჩვენ გამოთხოვილი. აი ანა რაზეც ახლა საუბრობს ხო და ერთ თვეში აი მცვლილებიდან ერთ თვის ინფორმაცია გამოვითხოვეთ და 450 ესეთი საცნობი ნიშანი გაიცა მერიის მიერ და მათ შორის თუ სწორედ მახსოვს 180 თუ 250 იყო მშობელი ასე რომ აი ესეთი მოთხოვნა იყო ამაზე და ამ ცვლილებამ აი ერთი თვის მონაცემი გითხარით ახლა მე მხოლოდ ახლა ამის მერე მე აღარ გამომითხოვია და საინტერესოა სხვათა შორის რომ სულ რამდენი სარგებლობს ეს აი ამ რამდენიმე 10,000 ალბათ აქვე შეკითხვებს უნდა ვუპასუხოთ ჩვენი მსმენელი გვეკითხება ორი ესეთი შეკითხვა შემოვიდა პირველი შეკითხვა იყო შინმოულის პროგრამაო როდის იქნებაო და როდის გვექნება საშუალებაო რომ პერსონალური ასისტენტიო დავახმაროთ ჩვენ შვილებსო ჩვენ უკვე მოგებულია ეს საქმე იმ შემთხვევაში თუ თქვენ შვილს აქვს ინტელექტუალური შეზღუდვა ან ისეთი მდგომარეობა რომ ვთქვათ გამომწვევი ქცევა აქვს ქცევითი პრობლემა და აი ამის გამო პრობლემები იქნება უკვე ეკუთვნის თქვენ შვილს პერსონალური ასისტენტი 18 საათამდე დღეში აუცილებლად უნდა მიმართოთ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს მაგრამ ამ წუთებში ბოდიში ამ თემაზე ამ წუთებში შობლის სკიურს აქვს სპეციალური გადაცემა მიძღვნილი და გირჩევთ რომ უფრო დეტალურად ანუ რა საბუთები უნდა მიიღოთ ვისთან უნდა მიტანოთ იქ წერე მოიპოვეთ ეს ნაწილი მაგრამ აი ხა აი ამ წუთებში მიმდინარეობს ახალი სასამართლოს საქმე ამ წუთებში მოსამართლე განიხილავს ახალ მოთხოვნას რომ არა მარტო ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ბავშვებს და დიდებს არამედ
ფიზიკური შეზღუდვის მქონე ადამიანებს, ვინც თქვათ ეტლს იყენებს ან აქვს გადაადგილების შეზღუდვა, მათაც რო ქონდათ პერსონალური ასისტენტის სერვისი მისაწვდომი და აი ამ წამებში და ამ წუთებში შეიძლება გადაწყვიტოს ეს საქმე მოსამართლემ და რამდენ ადამიანს დაეხმარება წარმოიდგინეთ, ვინც არის სახში ჩაკეტილი და ვერავინ ვერ ეხმარება, იმიტომ რომ არ ყავს პერსონალური ასისტენტი. აქედან გავამხნევოთ მოსამართლე და ყველა საჯარო. არა, ჩვენ არ ვისწრებთ ვინ არის მოსამართლე. მხედველობის სივრცის მქონე ადამიანებსაც შეეხებათ, ხო? პოზიტიური ემოციები გავაგზავნოთ, რომ ეს ნამდვილად ის დროა, როდესაც სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რომელთაც 1000-ობით და 10,000-ობით ადამიანი ცხოვრება გაუმჯობესდება საქართველოში და ამის იმედს ვიტოვებთ. ძალიან მალე გვეცოდინება. მეორე კითხვა ეხებოდა სტომატოლოგიას. ასევე მოგებული გვაქვს ჩვენ სასამართლო საქმე საბედნიეროდ, რა დროსაც სასამართლომ თქვა, რომ ყველა ბავშვს ვისაც აქვს ქცევის პრობლემა და ესაჭიროება ზოგადი ანესთეზია, ეგრეთ წოდებული ნარკოზი, კბილის, ასე ვთქვათ, სამკურნალოდ, მასაც სრულად უფინანსებს სახელმწიფო, მაგრამ მას შემდეგ რაც მოვიგეთ ეს საქმე, სახელმწიფომ ვერადავერ გაწერა პროგრამა. აი თითქოს დაუჯერებელია, მაგრამ 1 წელია წერენ პროგრამას. ოღონდ აი ამ პერიოდში, როდესაც სასამართლომ თქვა, რომ მათ აუცილებლად ეკუთვნის და პროგრამა დაწერილი არ არის, რეფერალური პროგრამით უნდა სრულად დააფინანსონ და თუ მაინც რეფერალური პროგრამასაც მაინც უარსებობენ შობელს, მაშინ მოგმართონ ისევ ჩვენ, იმიტომ რომ სასამართლომ დაადგინა, რომ ეკუთვნის ამ ბავშვებს უფასო სტომატოლოგიური მომსახურება, უბრალოდ ვერ გაწერა ჯანდაცვის სამინისტრომ ერთი პროგრამა. მარტივად რო ვთქვათ, მოგიწოდებთ, რომ ყველა მიმართოთ ამ დაფინანსების მოპოვებაზე, ვისაც ამის საჭიროება აქვს და არცერთ შემთხვევაში არ დაველოდოთ იმას, რომ ბავშვს რამდენი ბავშვს არ სულწლოვანს კბილებით კიოდეს და მე ვიცი, რომ ესეთი პრაქტიკა იყო სამწუხაროდ, იმიტომ რომ ადამიანებს ფული არ ჰქონდათ მომსახურების მისაღებად ყველა თითოეულ კბილზე და უწევდათ ლოდინი, რომ რაღაც რამდენიმე კბილი დაზიანებულიყო და მე ერთბაშად გადაეხადათ, ერთხელ გადაეხადათ ანესთეზიის ფული და ერთბაშად ემკურნალათ რამდენიმე კბილზე, რაც რა თქმა უნდა, არაჰუმანურია სახელმწიფოს მხრიდან ამგვარი ქცევის იზულება მშობლისთვის თუ თვითონ ადამიანისთვის. მოგიწოდებთ ძალიან მყარად მიმართეთ, მოითხოვეთ ეს დაფინანსება, არსებობს თქვენი მხარდამჭერი სასამართლო გადაწყვეტილება. თუ სახელმწიფო მაინც რაღაცას შეაფერხებს ამ პროცესში, მაშინ ჩვენ მოგმართეთ ძალიან სწრაფად მოგვარდება. კიდევ ერთი კითხვა იყო ქუთაისას თუ ეხებაო და ზოგადად მშობლებმა უნდა იცოდეთ, რომ არ შეიძლება დისკრიმინაცია რეგიონის საფუძველზე. ის რაც ხდება თბილისში, უნდა კონდეს რეგიონსაც. თქვენ მოითხოვეთ პერსონალური ასისტენტი ქუთაისში და თუ უარს გეტყვიან, აუცილებლად ჩვენ მოგმართეთ. სასამართლო თქვენთვის უნდა იყოს მეგობარი, ყოველ პრობლემასაც ახვიდეთ სასამართლოში, როდესაც მთავრობა არ გისმენს. და მგონი უნდა დავასრულოთ. და მარი, ბოლო ერთი შეკითხვაც არის, მე მგონი შემიძლია. მარის ეხება საკურორტო ვაუჩერის საკურორტო ვაუჩერი სად ავიღო რომ მითხათო და თუ გაქვს ინფორმაცია სხვა მუნიციპალიტეტებში რა ხდება საკურორტო ვაუჩერზე, ესეც რო გითხრათ თუ შეიძლება. საკურორტო ვაუჩერი არსებობს თბილისში, არსებობს ბათუმში, სხვადასხვა ბათუმში ბევრად მაღალია ვაუჩერის ფასი, თბილისში თუ 800 ლარია, ბათუმში 1200 ლარი გახდა წელს. კიდევ არის აი ქუთაისში მუშაობენ მშობლები, ეხლა არ არის ჯერ შექმნილი და ასევე რუსთავში. ეს ინფორმაცია, რასაც მე ამ ეტაპზე ვფლობ. რაც შეეხება ვის უნდა მიმართონ, თუ თბილისში არიან რეგისტრირებული, რა თქმა უნდა, თბილისის მერიას უნდა მიმართონ. ძალიან მარტივად რომ დარეკონ ცხელხაზე 72-22, იქ ეტყვიან რა საბუთებია საჭირო, უბრალოდ ახლა რომ მოითხოვონ ვაუჩერს ვერ მიიღებენ, რადგანაც უკვე აი იმ საბუთების მიღების ესე ვთქვათ ბადები უკვე ამოწურულია, გასულია, უკვე ანუ ხდება ესე ვთქვათ ვაუჩერების გაცემა, უკვე შეუძლიათ თქვათ ბავშვებს რომ დაისვენან, ამიტომ ძირითადად უნდა მიმართონ ხოლმე
სადღაც თებერვლის ბოლოდან მაშინ ცხადდება ხოლმე საბუთების მიღება თბილისის მერიაში და სადღაც მაისის შუა რიცხვებამდე, უბრალოდ აპრილის შუა რიცხვებამდე არის ხოლმე ეს საბუთების მიღების ვადა. ანუ თუ არის რეგიონში, თქვა ბათუმში, თუ არეგისტრირება, რა თქმა უნდა, ბათუმის მერიას უნდა მიმართოს და თუ კი მსგავსი პროგრამა არსებობს რომელიმე მუნიციპალიტეტში, ეს პროგრამა ყველა არის მუნიციპალური და ყველა ვარიანტში უნდა მიმართონ ადგილობრივ თვითმმართველობას, ანუ მერიას. მეგობრებო, კიდევ ჩვენ შეჯამებისკენ უნდა წავიდეთ და მინდა კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ, რომ დღეს მოხვედით, გააზიარეთ ეს თქვენი გამოსვლება, რომელიც ემოციურად ძალიან დადებითად მოხდავს ადამიანს და მართლაც მარიმ როგორც თქვა ანდომებს, რომ აი როგორც კი ჩვენი ლაივი დასრულდება, ანა, მივდივართ და ახალ საჩელს წერს, იმიტომ რომ უნდა კიდევ რაღაც მოვიდეთ. აი ესეთი ანთებული აქტივიზმი ცვლის რეალურად რა თქმა უნდა კეთილსინდისიერი გამჭვირვალე ყველაზე მთავარია ეს უფლებებზე დაფუძნებული მიდგომით მოთხოვნები. მე მინდა ბოლო კომენტარი გთხოვოთ ორივეს, რომ მიმართოთ, არ ვიცი, ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ეხლა საჭიროებები და შეუძლიათ იმოქმედონ, რას ეტყოდით, გაუზიარეთ თქვენი სათქმელი ბოლო მიმართვის სახით და მე დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. მარი რა ვიცი, მშობლებს მიმართავდი პირველ რიგში, არასდროს შეწყვეტონ ბრძოლა, აი მარტინ ლუთერ კინგს აქვს ძალიან კარგი გამონათქვამი, ანუ თუ სიარული არ შეგიძლია, ანუ სირბილი არ შეგიძლია იარე, თუ სიარული არ შეგიძლია იხოხე და ასე შემდეგ. ანუ ყოველთვის წინ უნდა იაროთ და თუნდაც ერთი თუ იქნებით, ვინც რაღაც კონკრეტულს ითხოვს, არ შეგეშინდეთ. თუ სწორად ითხოვს, კეთილსინდისიერი ხართ და იცით, რასაც ითხოვთ, ყოველთვის მოყვება იმ ბრძოლას შედეგი, ამიტომ არ გაჩერდეთ არასდროს და დახმარება თუ დაგჭირდებათ და რჩევის მიღება, აგერ ანები არიან, აგერ მეც ვარ, აგერ კობა ვეტერანი ამ საქმეში. შეგიძლიათ მოგმართოთ, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ ისედაც ჩვენ კონსულტაციებს გავსებთ ხოლმე და ჩვენ მხრიდან გექნებათ მხარდაჭერა, რომ ვთქვათ ის გზა არ გაიაროთ ისეთ რთულად, როგორც ჩვენ გავიარეთ თავის დროზე, იმიტომ რომ რაღაცა ხრიკებს გასწავლით და რაღაც უფრო ინფორმაციას მოგაწვით, რომ მარტივად გაიაროთ ეს ყველაფერი. მადლობა. მე მინდა მადლობა გითხრათ ყველას მონაწილეებსაც, ორგანიზატორებსაც, ანებს მინდა მადლობა უთხრათ და თარჯიმანს რა თქმა უნდა. დღევანდელი სამუშაოსთვის რაც შეეხება მიმართვას, არ ვიცი. აი როცა საკუთარ უფლებას და სხვების უფლებებზე მუშაობ, იმავდროულად შეიძლება ისე ხდება, ეს ბუნებრივად ესე ხდება, რომ ისეთი ადამიანის უფლებებსაც იცევ, რომლებსაც არ უყურებ, ხო? ანუ ნებისმიერი ადამიანის დაცული უფლება ნიშნავს ქვეყნის განვითარებას და ნიშნავს, რომ სხვა ადამიანის, სხვა მიმართულებით უფლებაც არის დაცული. იმიტომ რომ, ხო, სახელმწიფო უკვე თავის ადგილას დგება, ეს ჭანჭიკები ეჭირება, ხო, კრიტიკას ეჩვევიან, ხო და ამიტომ სწორდება ფოკუსი, ესე ვთქვათ, ესე რომ აქტივიზმი, ეს აქტიური მოქალაქე, ეს არის აუცილებელი იმისთვის, რომ სხვა ადამიანების უფლებებიც იყოს დაცული. არა მარტო ერთი ჯგუფის ან ერთი ადამიანის. თუმცა ერთს დავამატებ, ანა, ბოდიში, ანუ არ ჩათვალოთ, რომ ეხლა ჩვენ ცოტა შელამაზებულად მოვყევით ეს ყველაფერი და ანუ არ გქონდეთ განცდა, რომ ძალიან მარტივი იქნება ეს გზა. თავიდანვე მოემზადეთ, რომ რთულ გზას გაივლით და ამისთვის იყავით აუცილებლად მზად. ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ და მე ვფიქრობ, რომ პერიოდულად ჩვენ რამდენიმე წელიწადში ერთხელ ესეთი შეხვედრები უნდა გავაკეთოთ, იმიტომ რომ ჩვენ თავებსაც გავახსენოთ ჩვენ შრომას, რომ აქვს კარგი შედეგი და ამით გავამხნევოთ სხვებიც და გავამხნევოთ მათ შორის სახელმწიფოც, იმიტომ რომ კარგი საქმის გამოსვლა არასდროს არის ერთ აქტორზე დამოკიდებული, არც მხოლოდ სახელმწიფოზე, არამედ ერთობლივად. აი როგორც კობამ თქვა, ზუსტად ჭანჭიკები თუ კარგად მოჭერილია, როგორც კობამ გითხრა, ანუ მექანიზმი ისე მუშაობს, რომ ყველა თავისი აუცილებელი ნაწილი ადგილზეა, ეს იქნება სამოქალაქო სექტორი, იქნება პროფესიული კავშირები, ეს იქნება, არ ვიცი, რელიგიური კავშირები მათ შორის, სახელმწიფო, ყველას თუ თავისი ფუნქცია კარგად გააზრებული აქვს და ყველა თავის
თავის ესე ვთქვათ კომპეტენციას პატივს ცემს და ერთმანეთის სივრცეს აფასებს, მაშინ გამოდის კარგი საქმე. ასე რომ კიდევ ერთხელ მაკ ჯორჯიას დიდი მადლობა მშობლის სკივრის შექმნისთვის და ზოგადად მშობლის სკივს როგორც პლატფორმას ასეთი უნიკალური ჩემი აზრით გამოცდილებების შეგროვებისთვის და შენახვისთვის, იმიტომ რომ ეს იქნება გამოცდილებები, რომლითაც მე დარწმუნებული ვარ ადამიანის უფლებებს ასწავლიან მომავალში და ახლაც პრინციპში და თქვენ ხართ ადამიანები, რომლებიც იმედს აჩენთ და ეს ყველაზე ძვირფასია. ამით ჩანჩიკები გემშვიდობებით ჩვენ დავისთავად რაღაცა ჩანჩიკებია, რომლებიც ჩვენთვის ჭრიალებთ გემშვიდობებით. მომავალ შეხვედრამდე და მომავალში კიდევ შევხვდებით რაღაც საინტერესო თემით, რომელიც ისევ ადამიანის უფლებებს უკავშირდება. მაურიანად გვეჭრიალოს. გვეჭრიალოს, კი. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა და კარგი მაყურებელს ძალიან აქტიურად ადევნებდნენ თვალს და გვიკომენტარებდნენ და გულავდნენ და თქვენ ძალიან უყვართ ყველას. ჩვენ კარგად იყავით, კოლეგებო, მეგობრებო.